სანამ პროდუქტ პროდაქშენზე გავუშვებთ, მანამდე საჭიროა user testing-ის ჩატარება. ან თუნდაც გუნდის წევრებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის მისი პრეზენტირება, რომ ვარჩვენოთ user flow, ანუ რა გზას გადის მომხმარებელი, სად იწყება პროდუქტი და სად მთავრდება. ამის ჩვენების საუკეთესო გზა პროტოტიპის შექმნაა. სწორედ დღევანდელ ვიდეოში მე თქვენ აგიხსნით რა არის პროტოტიპი და როგორ გამოვიყენოთ ის. მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემიაა. მოდი ერთად შევქმნათ პროტოტიპი. მოდი დღევანდელ ვიდეოში გავაკეთოთ პროტოტიპი და სანამ დავიწყებთ ზოგადად პროტოტიპის აწყობებს, გავერკვიოთ საიდან კეთდება, როგორ კეთდება, რა არის და ასე შემდეგ. მარჯვენა ფიგმაში მარჯვენა ზედა მხარეს ხედავთ დიზაინს და პროტოტიპის ტაბებს და პროტოტიპში რო გადავალთ, აქ ხა მე მაგ პრო 14 მაქვს მონიშნული, აქედან შეგვიძლია რომ მოვნიშნოთ ნებისმიერი device, ესე რომ ვთქვათ, როგორ გვინდა ჩვენი პროტოტიპი რო გამოიყურებოდეს რა device-ში. ასევე დამატებითი ფუნქციები არ არის, ერთი არის background ფუნქცია, რომელიც present view-ში გამოიყენება მხოლოდ. თუმცა თუ ავირჩევთ მაგალითად 16 Pro-ს, iPhone-ს, ხედავთ აქ დამატებითი ფუნქციები გამოდის, გვინდა ჰორიზონტალურად რო იყოს, თუ გვინდა ვერტიკალურად რო იყოს. ასევე ცოტა აქ თვითონ iPhone-ის ვიზუალების რეგულირებაც გვაქვს, მაგრამ მოდი დავტოვოთ შავი, მაგრამ ფერი შევცვალოთ, რომ განახოთ რას ნიშნავს. აქედან თუ გავხსნით, აი აქ პირდაპირ ხედავთ present views და ხედავთ, რომ უკანა background-ი არის წითელი, ხოლო თუ მაგალითად დავაყენებთ ისევ შავზე, ხედავთ, რომ უკანა background-ი გაშავდა. ასევე აქ გვაქვს preview mode-ი, რომელიც მომენტალურად ჩვენს screen-ზევე გვაჩვენებს და ძალიან კომფორტული არის, როცა ტელეფონ აპლიკაციაზე ვმუშაობთ, ან მობილურ device-ზე ვმუშაობთ, მოკლედ responsive იქნება ის თუ აპლიკაცია საკმაოდ კომფორტულია და არაკომფორტულია ესე რომ ვთქვათ ვების მიმართებაში. როგორც ხედავთ, მე წინასწარ გამზადებული მაქვს გარკვეული სახის დიზაინები, რაც უნდა გავიაროთ step by step. თუმცა, მოდი სანამ დავიწყებ უკვე აწყობას, მანამდე მოკლედ აგიხსნით თუ რა არის. პროტოტიპის სექციაში რო გადავართ, უკვე ხედავთ, რომ frame-ი იქნება ეს თუ ნებისმიერი ელემენტი, გვიჩნდება დამატებითი ფუნქცია, ესე რომ ვთქვათ, პლუსის სახით, რომ დავუკავშიროთ ეს სექციები ერთმანეთს. მაგალითად, თუ ავიღებთ frames და დავლინკავთ მეორე frame-თან, ხედავთ, რომ ინტერაქციების პანელი გამოდის. ამ ინტერაქციების პანელში გვაქვს ტრიგერი, რაზე დაჭერითაც უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედება და შეგნით გვაქვს on tap-ი, ანუ კლიკი, რომ დავაკლიკავთ რა მოხდეს, drag-ი, ანუ scroll-ის ვარიანტი, while hovering-ი არის, როდესაც მაუსს მივიტანთ კონკრეტულ ელემენტთან და სანამ მაუსი მაგ კონკრეტულ ელემენტზეა გარკვეული სახის ქმედება რო გააკეთოს, while pressing-ი არის, როდესაც დავაჭერთ, key და gamepad-ი არის, რომ ამაზე არჩევის შემთხვევაში მაგალითად ორიანი რო ჩავწეროთ და keyboard-ზე ორიანს რო დავაწვევით, მაგაზე რო დატრიგერდეს და ქმედება იყოს, mouse enter-ი არის ელემენტთან, mouse როცა მივიდანთ, გარკვეული ქმედება ქონდეს, mouse leave-ი არის, როცა mouse მოვაშორებთ მაგ ელემენტს, touchdown და touch-up-ი იგივე კლიკი არის და after delay არის კონკრეტული ქმედება, რომ ავტომატურად მოხდეს. მოდი დავიწყოთ on click-ით, on tap-ით და ქვევით გვაქვს ესევე action-ები. Navigate თუ არის კონკრეტული სექციიდან, frame-იდან, რომ გადავიდეს სხვა frame-ზე, change თუ არის რაღაცა რომ ამოიცვალოს და ეს უფრო ცვლადების და პირობების შემთხვევაში გამოგვადგება და კომპონენტში როცა ვაკეთებთ ცვლილებას, ბექი არის სადღაც ერთი კონკრეტული გვერდიდან მეორე გვერდზე რო შევართ, რომ ამ ბექი ხილაკს თუ გაუწერთ უკარო დაგვაბრუნოს, scroll თუ არის
სადმე რომ დავაჭიროთ ავტომატურად ჩაგვს scroll-ოს, open link-ი არის, რომ link-ი მივუტითო და გაგვიხსნას რაღაც კონკრეტული გვერდი და ქვევით ცვლადები და პირობები ამ საბსექციას რაც შეეხება მაგას უკვე ცვლადებს და პირობებს როცა ავხსნი აუცილებლად მე ჩავწერ ამაზე ვიდეოს თუ როგორ გამოვიყენოთ პროტოტიპში ცვლადები და პირობები. და ასევე ქვევით გვაქვს open overlay, swap overlay და close overlay. Open overlay გამოიყენება ძირითადად დარწმუნებული ვარ ყველას აპლიკაცია იქნება ის თუ ვები იქნება, შეგიმჩნევიათ რაღაცას დაკლიკებით მოდალი როცა ამოდის და მაგალითად როცა მაგ მოდალს ვხურავთ ან ქვევიდან როცა ამოდის action sheet-ი ეგრეთ წოდებული, სადაც დამატებითი ფუნქციებია, წაშლა რედაქტირება და ასე შემდეგ. მოდი ჩვენ ახლა გავაკეთოთ ეს არ გვჭირდება და მოდი ეს კონკრეტული წავშალოთ და მოდი ჩვენ დავაკავშიროთ ახლა მაგალითად user პროფილი ამ კონკრეტულ სექციასთან. ამ შემთხვევაში ონტაბზე დაჭერით, ხედავთ რომ აქ გვაქვს შესაბამისი ფუნქციები და ქვევით გვაქვს ანიმაციები. ანიმაციებში გვაქვს ინსტანტი, ანუ მომენტალურად გაკეთდეს, რომ არანაირი ანიმაცია არ ქონდეს, ანუ უცვლელი პროგრესი იყოს, ესე რომ ვთქვათ. გვაქვს დისლოვი, აქაც ანუ არანაირი ინტერაქცია არა მომენტალურად ცვლის, ანუ რაღაცნაირად გადადის. თუმცა აი ხო ხედავთ არანაირი რაღაცა ქმედება არ აქვს რა. ასევე გვაქვს moving-ი, მაგალითად თუ დავაწყობთ, ხედავთ რომ ის გვერდი რჩება და ზევიდან გადაიდო გვერდი და აქედან ქვევიდან ვაკონტროლებთ როგორ გვინდა, საიდან გვინდა შემოვიდეს, ანუ ჩვენ ახლა გვქონდა რომ მარჯვნიდან მარცხნივ შემოდი, თუ მაგალითად ამას ავირჩევთ და შევხედავთ რომ მარჯვნიდან შემოვა, ასევე აქედან ქვევიდან ამოვა და ასე შემდეგ. Move out-იც ანალოგიური არის. ხედავთ რომ პირიქით გავიდა შემოსვლის მაგივრად, ის გვერდი და ქვევი უკნიდან დავხვდა შემდეგი გვერდი. და ასევე გვაქვს push-ი, შევხედავთ მაგალითად push-დაც ანუ მთლიანად ესე გადის, აწვება ერთი გვერდი მეორეს და მთლიანად გადის. sliding-ის შემთხვევაში ვხედავთ რომ ანუ შემოდის ახალი გვერდი, მაგრამ ის ნელა გადის და იბლარება, ისე რომ ვთქვათ. და slide out-იც არის ანალოგიური რაც move out-ი, ხედავთ რომ ზევიდან გადის ის გვერდი და უკნიდან შემოდის ახალი გვერდი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ინსტანტი, რომ რადგანაც არც ერთ შიდა გვერდზე არ შევდივართ, მაქედან გამომდინარე ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე გადავიდეთ ყოველგვარი ანიმაციის გარეშე და ვხედავთ რომ ამუშავდა. ანუ მთავარი გვერდიდან გადავედით პროფილზე ყოველგვარი ანიმაციის გარეშე. და მოდი ანალოგიურად მთავარი გვერდიც გავლინკოთ აქ და ვხედავთ რომ ავტომატურად წინაზე რაც გავაკეთეთ, ავტომატურად აიმახსოვრა და გააკეთა ანალოგიური. ანუ ჩვენ გვაქვს მივიღეთ მთავარი და ავტორიზაციის გვერდის პროტოტიპი. რაც საკმაოდ მარტივი არის. მოდი განვიხილოთ ახლა drag ფუნქციონალი. ეს დავადუპლიკატოთ ეს გვერდი და ჩვენ გვინდა რომ drag-ი გავაკეთოთ, ანუ ნებისმიერ აპლიკაციაში scroll-სასაც ვეძახი ზევით იქნება თუ გვერდზე scroll-ი იქნება, Figma-ში drag ფუნქციონალით კეთდება მსგავსი დეტალები. და სხვანაირადაც კეთდება და მაგასაც რა თქმა უნდა განახებთ. და მაგალითად on drag-ზე გავაკეთოთ, smart animacja იყოს, slow იყოს და duration-ი ქვევით არის, ანუ რამდენი ხანი გრძელდებოდეს ეს ჩვენი ანიმაცია და იყოს მაგალითად 400. და ვინაიდან რადგანაც ჩვენ აი ამ ორ შემთხვევაში გვინდა რომ ეს კონკრეტული სექცია drag-ით გავაკეთოთ, გავასვაიპოთ, ეს კონკრეტული მეორე სკრინზე უნდა გამოვწიოთ მარცხნივ უფრო სწორად და
ქვევით ხედავთ სლაიდის ინდიკატორს და მოდი სლაიდის ინდიკატორიც ავამუშაოთ ამასთან მიმართებაში. თუ აიყოს ეს და 36 იყოს შემდეგი სლაიდი. და ხედავთ რომ უკვე როცა დავაკლიკავთ და გვინდა რომ გავასვაიპოთ, ქვედა სლაიდერით smart ანიმაცია რადგანაც ქონდა ჩართული, ავტომატურად ერთი პატარავდება, მეორე იზრდება. თუმცა ეხლა რომ გადავწიო, ეს აქედან ვეღარ გადმოვწევ, იმიტომ რომ არ მაქვს ჩართული და მოდი აქაც on-drag-ზე ჩავრთოთ, ანალოგიურად დავტოვოთ და მივიღებთ ესეთ შედეგს, რომ ჩვეულებრივად სკროლავთ. თუმცა smart ანიმაცია რადგანაც მაქვს ჩართული, მოდი ეგეც ოდნავ ჩავშალოთ. smart ანიმაცია ნიშნავს, რომ გარკვეული ქმედება ავტომატურად ტრანსფორმირდეს მეორე გვერდზე სმუზად, ესე რომ ვთქვა და მაგრამ ერთი განსათვალისწინებელი ფაქტორი არის აუცილებლად, რომ აი აქ ამ კონკრეტულ ფრეიმზე ვხედავთ, რომ გარკვეულ პოზიციაზე არის ეს ფრეიმი, ეს სლაიდერ ინდიკატორი და ქვია კონტეინერი და ქვევით სახელები. ანალოგიურადაც შემდეგ ფრეიმზეც ზუსტად იგივე სახელი და იგივე ადგილას უნდა იყოს თუ გვინდა რომ მივიღოთ უწყვეტი ანიმაცია და არ დაინგრეს ესე რომ ვთქვათ გვერდი. აი მაგალითად ეხლა კონტეინერი 32 რო გავუწეროთ ამას და რო გავასვაებოთ, ხედავთ რომ უკვე smart ანიმაცია აირია, მთლიანი გვერდი აირია და ვეღარ ვიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა რომ მივიღოთ. რო დავაბრუნოთ კონტეინერის სახელი ისე, თავისთავად უკვე ამუშავდება smart ანიმაცია, სწორად იქნება. ანუ smart ანიმაციის მთავარი მუღამი არის, რომ ის კონკრეტული ელემენტი, რომლის ტრანსფორმაციაც გვინდა შემდეგ სკრინზე სმუზად, ესე რომ ვთქვათ და იყოს ლამაზი, ზუსტად იგივე ორდერინგში, იგივე ადგილას უნდა იდგეს, იგივე სახელი უნდა ქონდეს. რაც შეეხება რო ვთქვი, რომ სხვანაირადაც კეთდებათ რა გითქო, მოდი დავადუპლიკატოთ ახლა ეს ფრეიმი და აქ ხედავთ, რომ გვაქვს ესეთი კონტეინერი და კონტეინერს თუ დავაპატარავებთ მაგალითად 370 ავიღოთ და ვხედავთ, რომ შიგნით გვაქვს ელემენტები, მაიცადე აქ მე მგონი ჩარო არაფერი არ არის და ვხედავთ, რომ არაფერი არ ხდება. პროტოტიპში როცა გადავართ, აქ გვაქვს overflow და overflow-ში თუ მივცემთ ჰორიზონტალს, ანუ ჩვენ ვეუბნებით, რომ ჰორიზონტალურად ამ კონტეინერში მე მაქვს რაღაცა ელემენტები კონტეინერის იქითაც და მინდა რომ მუშაობდეს, ისკროლებოდეს და ვხედავთ, რომ ჩვეულებრივად ისკროლება. თუმცა უკვე აქ ამ შემთხვევაში არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სლაიდერ ინდიკატორი ქვევით ავამუშაოთ, იმიტომ რომ ეს ხდება ერთ ფრეიმზე და ვერ ხდება როგორ გარდაიქმნას სლაიდერი ინდიკატორი და რა ვიზუალი მიიღოს. აქედან გამომდინარე ეს გამოსადეგი არის თუ დამოკიდებულება არ აქვს ამის სკროლს სხვა ელემენტზე, მაგრამ თუ სხვა ელემენტზეც დამოკიდებულება აქვს, შესაბამისად უკვე გვიწევს რომ ორი სხვადასხვა ფრეიმი დავუკავშიროთ ერთმანეთს. კი ბატონო, მოდი ახლა შევხედოთ უკვე slide out. მაგალითად, მოდი ამ კონკრეტულ ელემენტს გავუწეროთ on click-ზე, რომ შენ slide შემოდი მარჯვნიდან და რა შედეგს მივიღებთ. ამაზე დაჭერით, ხედავთ, რომ შემოვიდა ჩვენი გვერდი უკვე თავარ გვერდად და აქ ხედავთ, რომ მაქვს ბექღილაკი და ამ ბექღილაკზე შემილია მე აქ მაგალითად ავტომატურად ბექღილაკი გავუწერო. როგორც აქ გვაქვს მაგალითად ნავიგაციაში ბექღილაკი ანალოგიურად მუშაობს, unchanged თუ როგორც გითხარით, მაგრამ შეცვალოს იმ გვერდად, მაგრამ ეს არ გვჭირდება ჩვენ წავშალოთ ესენი. და მარტივად აქ დავუკავშიროთ, რომ ამაზე დაკლიკებით ბექი გააკეთოს. ანუ მე რო ამ გვერდიდან შემოვედი, იგივე ტრანზაქცია, იგივე ანიმაციით მე დავაბრუნე წინა გვერდზე. ეს არის back ფუნქციის
მუღამი ესე რომ ვთქვათ, მაგრამ back ფუნქციონალზე ცალკეულად კიდე ცალკეულად ჩავწერ ვიდეოს, როცა სხვადასხვა გვერდიდან შეიძლება მოგვიწიოს ერთ კონკრეტულ გვერდზე, მაგრამ flow რო არ ვიცით, საიდან დავიწყეთ და რომელზე დაბრუნდეს უკან. მან უკვე ცვლადები და პირობები არის გამოსაყენებელი და როგორც გითხარით, იმ ცვლადებზე და პირობებზე როცა ჩავწერ ცალკე ვიდეოს, ანალოგიურად ამაზეც ჩავწერ შემდგომ ცალკე ვიდეოს. კი ბატონო, მოდი ახლა განვიხილოთ overlay და swap overlay მაგალითად. ჩვენი პირველი მოდალი კლიკზე გავაკეთოთ open overlay და ესენი წეგან ჩართული ხომ და გავთიშოთ და ანიმაცია იყოს ინსტანტი. ანუ ამაზე დაჭერით უკვე მოდალი ამოდის. აქ უკვე ჩვენ ხედავთ, რომ გარკვეული სახის სხვადასხვა პარამეტრები გვაქვს და რო განვიხილოთ ეს პარამეტრებიც, ქვევით პოზიცია გვაქვს და ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ცენტრში რო იყოს მითითებული, მაგრამ შეგვიძლია საით ხარისაც გვინდა იქ გავაკეთოთ და ასევე manual, ანუ რა ადგილასაც გვინდა აქ დავაყენებთ და უკვე მაგ ადგილას ამოვა. მოდი გადავიყვანოთ ახლა ცენტრში და ასევე აქ გვაქვს ჩვენ close when clicking outside, ეს ნიშნავს, რომ ამ მოდალის და ელემენტის გარეთ background-ზე სადაც უნდა დავაჭირო, ავტომატურად გამითიშოს. და ასევე გვაქვს background-ი, რაც საკმაოდ კარგი ფუნქციონალია, იქიდან გამომდინარე, რომ მოდალი როცა ამოდის, გვინდა რომ უკან layout-ისგან გამოყოფილი იყოს მოდალი, უფრო კითხვადი იყოს მომხმარებლისთვის და ნებისმიერი ფერი შეგვიძლია მივცეთ. მე ხან ნოლებს გავუწერ და ასევე გვაქვს ანიმაცია, მომენტალურად ანიმაციის გარშე გამოვიდეს, უბრალოდ გამოჩნდეს რაღაც ესე ვთქვათ სევიდან გადაედოს და ასევე გვაქვს move in-ი. Move in-ი, როგორც თქვით, საიდანაც შემოსვლას ნიშნავს და აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად ვეტყვით, რომ ქვევიდან ამოდი, ამაზე დაჭერით, ხედავთ, რომ ქვევიდან ამოდის, თუმცა მოდალის შემთხვევაში მოდი ინსტანტი გამოვიყენოთ და გვაქვს ესეთი რაღაც მივიღეთ. აქ როგორც back ღილაკზე აქ ქონდა უკან გასვლის დამატება, აქ გვაქვს ჩვენ უკვე close overlays ფუნქცია, რაც ნიშნავს, რომ ამაზე დაკლიკებით, რა გვერდზეც გავხსენით მოდალი, იმ გვერდზე დაგვაბრუნოს და გაგვითიშოს. ანუ ხედავთ, რომ ამაზე დაჭერით, თუ close ღილაკს დავაწვევით, მომენტალურად გაითიშება. და ასევე გვაქვს, როგორც თქვით, swap overlay და რას ნიშნავს ეგ? ზედმეტი გვერდი რო აღარ დავგვჭირდეს, სადაც მაგალითად აქ checkbox-ზე დაკლიკების დროს სხვაგან გადამიყვანოს და მოინიშნოს და ასე შემდეგ. აქ ჩვენ შეგვიძლია რომ მივუთითოთ ინსტანტი არა, on tap-ი არა, on tap-ი უკვე on tap-ი და swap overlay. Swap overlay-ის შემთხვევაში ვხედავთ უკვე რომ აქ რო გავხსნით ამას და ვადასტურებს დავაწვევით, overlay შემიცვალა და აქაც მოდი close იყოს, მაგალითად ამ გვერდზე დავაბრუნოთ on tap-ით ინსტანტით. ანუ ანალოგიურად დავადასტურე, გავთიშე. კი ბატონო, ეს არის რაც შეეხება overlays და ასე შემდეგ. მაგალითად კიდე ესეთი რაღაცა რო გავაკეთოთ, თუნდაც აი მთლიანი artboard-ი ავიღოთ და დავაკავშიროთ ისევ ამ მოდალს და მოდი იყოს key gamepad-ი და ავიღოთ ორიანი. აქ ვდგავართ და ორიანზე დაჭერით, ხედავთ რომ მოდალი ამოდის, აი რომ შეგახედოთ, ორიანს დავაჭირე და რაღაც ქმედება მოხდა. ასევე მოდი პატარა იმას გავაკეთებ, components
და ამ კომპონენტშიც while hovering-ს აგიხსნით, რა არის, დავამატოთ ერთი ვარიანტი და მოდი ესენი უბრალოდ ფერი შევუცვალოთ ამას. რაცა ესეთი ფერი ავიღოთ და ამას გავუკეთოთ. დავუკავშიროთ ერთმანეთს, while hovering-ი გავაკეთოთ, change to იყოს და instant-ი იყოს. ეხა ისო გამოვაგდოთ და მოდი აი ეს ჩავანაცვლოთ მაგით. ხედავთ, რომ მაუსი მივიტანეთ და მაუსის მიტანაზე მიიღო შესაბამისი ეფექტი. მაუსი გავუწიეთ და დაკარგა შესაბამისი ეფექტი. შემდგომი რო გავაკეთოთ მაგალითად ისევ მოდი ესეც გავაკომპონენტოთ, ამასაც დავამატოთ და აი ამას რო ჩავურთოთ on tab-ზე change to არა on tab-ზე არ გვინდა, მაგალითად while pressing. და ესენიც მოდი ამათ ვაქციოთ და ეს ჩავსვათ მეორე ვარიანტად. აი აქ ნახეთ, რომ მივიტანეთ mouse hover-ზე გააკეთა ინტერაქცია, თუმცა ამაზე არა, მაგრამ რო დავაწვევი უკვე კლიქს როცა გავაკეთებ, მიიღებს შესაბამის actions. კი ბატონო, რაც შეეხება smart ანიმაციას, მოდი ცოტა უკეთ ავხსნათ ეხა. მოდი აი თვითონ ეს ფრეიმით სალკეულად გამოვდგათ. ეს იყოს აქ და მე აქ keyboard-ი ჩასმული მაქვს, მაგრამ მოდი გამოვიტანოთ ეს keyboard-ი აქედან. და ჩვენ გავართ ამაზე, ჩამოვშალოთ. ნავიგაცია ფიქსირებული რო არის, ავიღოთ და ესეც ამოვიღოთ და დავდოთ ცალკეულად. კი ბატონო, ჩვენ გვინდა ეხლა რომ ამ კონკრეტულ მომენტში როცა ელფოსტაზე ჩავდგებით, keyboard-ი ავტომატურად ამოვიდეს ქვევიდან ზევით და მომხმარებელს უფრო პროდუქტთან მიახლოებული რეალური გამოცდილება შევთავაზოთ ტესტირების დროს და მოდი როგორ კეთდება. როგორც აღვნიშნეთ, ერთი და იგივე ადგილას უნდა იყოს და ორივე არტბორდი მოვნიშნოთ, ჩავა paste-ოთ და აი აქ არის shortcut-ის chance, ქვევით გავაკეთოთ და ერთი არტბორდიდან მთლიანად გავიყვანოთ, ესე რომ ვთქვათ, სექციაში რო არ ჩონდეს. მეორე არტბორდზე ვხედავთ, რომ ეს უკვე ქვევით არის. ეს ნავიგაციის ბარი დავუმალოთ და მოდი აქ ღილაკი დამემალა, ღილაკი ამოვწიოთ ზევით. და დაშორება იყოს 16 პირობითად. ანუ ამაზე დაჭერისას, მოდი ახლა ჩვენ გადავაბათ on click-ი, navigate to smart ანიმაცია ჩავურთოთ, იყოს 400 და ამ შემთხვევაში ესეც გვინდა რომ იყოს typing-ი. ნახეთ, ელფოსტას დავაჭირე და ქვედა ნავიგაციის ბარი ქვევით ჩავიდა, keyboard-ი ზევით ამოვიდა, ღილაკიც ამოყვა და ელფოსტაშიც უკვე typing ვერსიაზეც გადავიდა. და მთლიან frame-ზე დაჭერით, მოდი უკან დავაბრუნოთ, on tab-ი იყოს ანალოგიურად და მივიღეთ ესეთი რამ. კიდე განვიხილოთ, მოდი აი ამ მაგალითზე ფიქსირებული ნავიგაცია რას ნიშნავს. მოდი ეს იყოს now scrolling, კი ბატონო და აი ხა ეს რო გავზარდოთ. მოდი ორივეს მოვხსნათ აქ scroll-ი და უფრო ახმადი იქნება. ხედავთ რომ screen-ი გაიხსნა და ნავიგაციის ხო, screen-ი გავხსენით, ჩარჩენილი იყო და refresh-ი ჭირდებოდა. screen-ი გავხსენით და scroll-ის დროს ხედავთ, რომ ზედა ნავიგაციის ბარის
ის იმალება და ბოლოში ჩამოვდივართ ქვედა ნავიგაციის ბარით, ქვევით გვხვდება. მაგრამ თუ აპლიკაციებს დააკვირდებით, საქართველოს ბანკი იქნება, STBC იქნება თუ ნებისმიერი ზედა და ქვედა ნავიგაციის ბარები გაფიქსურია და ის ტესტირების დროს რომ მივიღოთ მაქსიმალურად რეალისტური პროდუქტი, ზედა ნავიგაციის ბარს როცა მოვნიშნავთ, აქ პროტოტიპში გამოვდივარ და პოზიცია იყოს ფიქსირებული. ანუ ამ ადგილას იყოს სულ სადაც არ უნდა ჩავსკროლო და ასე შემდეგ. და ეხლა რო ჩამოსკროლავთ, ხედავთ რომ ზედა ნავიგაციის ბარი არის გაფიქსული. ანალოგიურად ქვევითაც გავუკეთოთ ფიქსირებული და ეხლა რაც არ უნდა ჩავსკროლოთ და ამოსკროლოთ, ზედა და ქვედა ნავიგაციის ბარი არის ფიქსირებული. კი ბატონო. მოდი განვიხილოთ ეხლა ჩვენ ასევე after delay. მაგალითად გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ამ გვერდზე ჩვენ დაკავშირებული გვაქვს ეს შემოსვლა და მოდი აქ შემოსვლის შემდგომ ავტომატურად, ანუ after delay ჩავურთოთ, აქ გამოგვიჩნდება კიდე delay, ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ გვერდზე, აი აქ, როცა გადმოვალ, რამდენი ხანი გაჩერდეს და რამდენი ხნის შემდგომ დაიწყოს უკვე ავტომატურად იმ გვერდზე გადასვლა და მოდი გავუწეროთ 100, მაგალითად 0.1 წამი. აქ ხედავთ, გადმოვედი აქ და არაფერს არ ვაწვევი და თავისით შეიცვალა. მოდი smart ანიმაცია მაგივრად ჩავურთოთ სლაიდინი ამასაც და გავუწეროთ 400. ანუ ხედავთ, შემოვიდა და ავტომატურად გადავიდა. კი ბატონო. რაც შეეხება კიდე ბევრ ვებსაიტზე გექნებათ თქვენი ნანახი, როდესაც გარკვეულ სექციაში, როცა კონტენტი გვაქვს მარცხნივ შუაში სადმე სკროლეიბელი, ანუ ისკროლება და გარკვეული ტიპის ელემენტი მოყვება ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე და როგორ გავაკეთოთ Figma-ში ეს. აქ ხედავთ, რომ desktop ვერსია მაქვს გახსნილი, მოდი აქაც გადავიყვანოთ ეხა ტელეფონის ვერსიიდან MacBook Pro-ზე და ხედავთ, რომ მაქვს ერთ ფრეიმში მეორე ფრეიმი ჩადებული, სადაც მარჯვნივ არის მთლიანად კონტენტი, აი მაგალითად თუნდაც დავაპატარავოთ და მოდი აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. და ხედავთ, რომ 858 პიქსელი არის სიმაღლე. და ჩვენ გვინდა, რომ აი ეს საჩემო აკადემია რაც არის, აი ამ კონტეინერში, ამ წერტილიდან ბოლო წერტილამდე გასტიკული იყოს, ესე რომ ვთქვათ. სტიკი არის ფუნქცია, რომელიც რაც ავწერეთ ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე გამოყვეს. და ვეუბნებით, რომ stick top edge. და ამასაც თუ ჩავრთავთ და ვსკროლავთ, ხედავთ, რომ საჩემო აკადემია, აი იმ კონკრეტული ზედა წერტილიდან, აი აქ უკვე როცა view-დან გადის რეალურად კონტეინერი, ის სექცია იქ ისტიკება და მოყვება აი ამ ბოლო სექციის წერტილამდე. თუმცა აქ ხედავთ, რომ ძალიან მიდებული არის და მანდაც შეგვიძლია, რომ თუნდაც აი ეს კონკრეტული საჩემო აკადემია title ჩავსვათ auto layout-ში, შიდა ტექსტს მოვუხსნათ სტიკი და აი ეს მოდი მივიდოთ მაქსიმალურად ტოპზე და გავუწეროთ padding-ები 32 გვერდებზე, 32 მაღლა გავუწეროთ და 0 გავუწეროთ ქვევით, რომ ბოლომდე ჩამოვიდეს. და ახლიდან რო გავუშვებთ, არა აქ დაგვავიწყდა, ამას უნდა გავუწეროთ აუცილებლად სტიკი და აქ ხედავთ უკვე რომ ზევით ცოტა დაშორება უკვე დარჩენილი არის და ავტომატურად მოყვება. თუმცა მოდი აქაც გვერდზე გავუთიშოთ, რომ alignment-ი დაცული იყოს. ეს არის. სულ ეს იყო
მინიმალურად და მარტივად რო ახსნათ პროტოტიპი, მეგობრებო, როგორც შეგვპირდით, ცვლადებზე და პირობებზე ცალკეულად ჩავწერ, უფრო დეტალურად მიკროინტერაქციები როგორ კეთდება, მიკროანიმაციები როგორ კეთდება, უკვე მაგაზეც ცალკეულად ჩავწერ ვიდეოს აუცილებლად და ასევე მოდი სანამ დავასრულებთ, საბოლოოდ როგორ გავუზიაროთ ეს ჩვენი პროტოტიპი ნებისმიერ ჩვენს მომხმარებელს, რომელზეც გვინდა რომ გავტესტოთ, ან stakeholders, ვისაც გვინდა რომ ვაჩვენოთ ეს ჩვენი პროტოტიპი. აქ ხედავთ share relax და share-ზე დაჭერით. აქ უკვე შეგვიძლია რომ მივცეთ ნებისმიერს, ვისაც links გავუგზავნით. აქ შეგვიძლია ვირჩიოთ, ვისაც მოვიწვევთ, ანუ მხოლოდ link-ით იქნება. ან ვისაც ამ ფაილზე აქვს წვდომა. და რა შეუძლია რო ქნან view გააკეთონ, edit გააკეთონ და ასე შემდეგ. თუმცა ეს შემეშალა, მაპატიეთ ესაა ფაილის გაზიარება, უნდა გადავიდეთ present view-ში და აი აქ არის ზეო და მარჯვენა კუთხეში დიდი ალბათობით თქვენთან არ ჩანს ახლა, იმიტომ რომ ეგ დამალული მაქვს და ზედა მარჯვენა კუთხეში არის share პროტოტაიპი და აი გამოდის ესეთი რაღაცა და აქაც ანალოგიური არის. Anyone-ზე შეგვიძლია გავუზიაროთ. თუ რამე ესე ვთქვათ, თიმი არის შეკრული და თიმზე ყავთ ფიგმა გადაყვანილი, მან შეგიძლია მონიშნოთ, რომ მხოლოდ თიმის შემთხვევაში გაზიარდეს და ასევე anyone in YouTube, ვინც არის ამ პროექტში ჩართული, ამ კონკრეტულ ამ Figma ფაილს ქვია YouTube და მაგიტო ნაწერია აქ anyone in YouTube. ან შეგიძლია მოიწვიო email-ით. თუ არ და აქ არის copy link და ამ link-ის გაგზავნით ნებისმიერ თქვენს მომხმარებელს, ვიზეც გინდათ გატესტოთ, შემოვა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მე ხარ რადგანაც პროტოტიპი აწყობილი მაქვს, ხედავთ, რომ აქ ძალიან ბევრი ჰინტი არის, ესე რომ ვთქვათ, ვანიშნებთ თუ სად რა უნდა გააკეთოს. ასევე share პროტოტაიპის გვერდით მარჯვნივ არის edit-ის ღილაკი და აქ არის advanced setting-ები. და აქ show hints on click გავუთიშოთ და ხედავთ, რომ გაითიშა ჰინტები, ანუ მომხმარებელმა არ იცის საერთოდ რა უნდა გააკეთოს, რომ მაქსიმალურად ნახოთ მომხმარებლები სწორად ართმევენ ჩვენს UX გადაწყვეტილებებს სწორად თუ ჩვენი ჰინტები ჭირდება. თუ ვერ ართმევენ. სულ ეს იყო მეგობრებო, დაგემშვიდობებით, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და მადლობა ყურადღებისთვის.